ტაძართან რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს ადამიანს. ესეთი ერთ-ერთი მუხლი არის კვერექში, რომ შიშით ამხთისა და სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით. ანუ ადამიანები, რომლებიც ტაძარში შემოდიან, მათ უნდა ქონდეს საოცარი კრძალულება ღვთისა, საოცარი მოწიწება და მორიდება. ადრე ჩვენ წინაპრებს ქონდეს ეს დამოკიდებულება, თუ აი სალოცავში ვინც ყოფილხარ, გინახავთ აი სალოცავიდან რომ გამოდიხარ, ეზოს ტოებს სალოცავიდან გამოდიხარ, ესეთი რკინის რაღაცებია ხოლმე გამოსასვლელში. თუ დაგიფიქსირებიათ ხოლმე. და ადამიანები ტაძარზე რომ გამოდიოდნენ, ფეხს იწმენდნენ, რომ მიწაც კი არ გამოყოლოდ ტაძარზე, ესეთი მოწება და მორიდება ჰქონდათ. მარტო შიგ ტაძარში კი არა, ტაძრის ეზოშიც რომ შემოდიოდნენ, ტაძრის ტერიტორია, იქაც კი საოცარი მოწება და მორიდება ჰქონდათ, რომ ეს იყო ღვთის სახლი, ადგილი განკუთვნილი ღვთის ადიდებლად და საოცარი მოწიწება და მორიდება ჰქონდათ ამ ადგილის მიმართ ჩვენ წინაპრებს. და მე მახსოვს ჩვენ სოფელში რო წაიქცეოდა ხი რაღაცა, ტოტებიც კი არ გაქონდათ იქიდან, იმიტომ რომ რაღაცა იმდან შიში ჰქონდათ, რომ ტაძრზე რაღაცა უნდა გაეტანათ. ისეთი მოწება და მორიდება ჰქონდათ ამ ღვთისმსახურებისა. სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანი მოდის ღვთისმსახურებაზე, მოდის წირვაზე, მოდის იმიტომ რომ ღმერთს ემსახუროს და ადამიანს ამის მოწება და მორიდება არ აქვს. აი ტაძარში რაღაც ესე შემოდის, აი მარტივად შემოდის ტაძარში, ტაძარში ყოფნის დროს საუბრობს, ღვთისმსახურების დროს საუბრობს ხოლმე, რაღაცა თავის საჭიროებო საქმეებზე ლაპარაკობს. აი ღვთის საქმეზე კი არა, რაღაცებზე ლაპარაკობენ, აი რაღაც მეც ხშირად მეც გამეკეთებია მსგავსი რამე ხოლმე, რომ აი წირვის დროს, ლოცვის დროს რაღაცა სხვადასხვა თემებზე მისაუბრია ხოლმე. რაც არის აი წარმოუდგენელი რამე არის ეს. და ეს წარმოუდგენელი ჩვენც კი სასრულპირებსაც კი გვემართება ხოლმე ეს. პაისი ათონლი ამბობს ესეთ რამეს, რომ წარმოიდგინეთო თქვენო, რომ საკურთხეველში რო არ ჩუნდებიან მღვდლებიო, ბრევლიც მაგიტომ არის მაგ მდგომარეობაში, იმიტომ რომ საკურთხეველში ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე სასრულპირები. ეს მოწიწება და მორიდება პირველ რიგში უნდა ქონდეს სასრულო პირს, პირველ რიგში. და მერე დანარჩენ რევლისებს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მეტად ვეხებით ამ სიწმინდეს, ამ ზიარებას, ამ ყველაფერს ჩვენ ვეხებით პირველ რიგში და ამიტომ ამის მოწება და მორიდების გარეშე ყოფნა ნიშნავს, რომ მღვდელს ჯერ კიდევ გააზრებული არ აქვს, რა მსახურებას ემსახურება ის. როცა ესე მარტივად შემოდის საკურთხეველში, მე მახსოვს თავიდან, როდესაც დიაკვნად მაკურთხეს და სიონში რომ მივედი ტრაპეზთან, დიაკონს უკვე უფლება აქვს, რომ ტრაპეზს ემთხვიოს და ვერაფრით ვერ გავბედე, რომ შეხებოდი ტრაპეზს. ვერაფრით ვერ გავბედე, ვიცოდი უფლება მქონდა უკვე შეხებისა, ტრაპეზს შეხება, ვერ გავბედე, ვერაფრით ვერ ვეხებოდი ტრაპეზს, მე მეშინოდა ტრაპეზთან ხელი შეხების და იმის. მერე მახსოვს რამოდენიმე თვე რო გავიდა და უკვე მივეჩვექ ტრაპეზი გავწმინდა, უკვე მსახურობდი ტრაპეზთან და ერთხელ დავაფიქსე, რომ ტრაპეზზე ქონდა ხელი დაყრდნობილი, ანუ დასაყრდენად გამოვიყენე ტრაპეზს, ვიღაც ველაპარაკებოდი და ტრაპეზზე ხელი მედო, როგორ იცი, ვითომ რაღაც ესე აი ჩაულებრივ რაღაცაზე რო დაადგებ, ხელს და დაეყრდნობ ჩაულებრივად. და ესე მედო ხელი და უცებ გავიაზეს, მეთქი რა საკეთებ, რაზე გიდევს ხელი, წარმოგიდგენთ. ანუ იმდენად მივეჩვიე და შევეჩვიე ამ ყველაფერს, ვითომ არც არაფერი არ იყო ეს ტრაპეზი, რომელთანაც მიახლებას ვერ ბედავდი და მეშინოდა ამასთან შეხებისა, უკვე რაღაცა დასაყრდენად გამოვიყენე ეს. ადამიანი ეჩვევა ამ ყველაფერს, ადამიანმა იცის შეჩვევა, ურთიერთობის ადამიანები ადამიანთან ერთში ეჩვევიან ხოლმე, რაღაც ეს მოწიწება და მორიდება ქრება ხოლმე ადამიანებს შორის და ვითომეტეს ამ ტაძართანაც ადამიანებს ეს ემართება და ამდენჯერ მინახავს ხოლმე ადამიანები განსაკუთრებით ეზოში როდგანან ხოლმე, რომ ღვთისმსახურებაზე ლაპარაკობენ. საკურთხეველშიც კი ძალიან ბევრჯერ ვერ უხადაგებს, საკურთხეველში ზოგჯერ საუბრობენ ხოლმე ერთმანეთში. სასრულპირებიც კი ზოგჯერ სტიქაროსნებიც ერთმანეთში საუბრობენ. ეგეთი შემთხვევა ძალიან ბევრჯერ ყოფილა. რაღაც ეს ასნიშნავს, იცი ადამიანს ჯერ კიდევ ეს მომენტი, იმიტომ რომ ეს ქადაგებაც არის ღვთისმსახურება. ანუ ქადაგება ის კი არა, ესეც ჩვეულებრივი ღვთისმსახურების ნაწილია. ყველაფერი ღვთისმსახურების ნაწილია. ადამიანი წირვაზე რომ მოდის, ეს ერთი მთლიანობა, თავიდან მთელი მსახურების ერთი მთლიანობა და აი ჟავნობა რო იკითხება ხშირად და დავკვირვებო ხოლმე, რომ აი დღეს ვაკვირდებოდი, ახლა სანამ წირვა დაიწყებოდა, ჟავნობა რო იკითხებოდა, ჯერ კიდევ ყველა ერთმანეთთან საუბრობდა. ჟავნობის დროს და ჟავნობა თავისთავად კი არ იკითხება. რაღაც თავისთავად კი არ კითხულობენ ამას, რაღაც ესე მიზნე რაღაც ესე გას და რაღაცას კითხულობ. ამ ჟავნობას თავის შინაარსი აქვს. და წარმოიდგინე ამ ჟავნობას ხშირად სასრულპირების არ უსმენენ საერთოდ. ბრევლის წერები ხო საერთოდ არ მოდიან ხოლმე მაგ დროს, ჟავნობის პერიოდში. და სასრულპირსაც ვაკვირდები ხოლმე და სასრულპირებიც არ მოდიან ჟავნობის დროს. რატომ იცი? ამას ზართულიან ისინი ღვთისმსახურების ნაწილად. ეს გათავისებული არ აქვთ. ეს გააზრებული არ აქვთ, რომ ეს ჟავნობაც ამ წირვის ნაწილია. ამიტომ რევს არ უნდა მოთხოვ, ახლა ჟავნობაზე მოდით, ამას ხო ვერ მოთხოვ, რევს უკვე სასრულპირებს არ აქვთ ეგ დამოკიდებულება ამ ჟავნობასთან დაკავშირებით. და ზუსტად აი ზოგჯერ ხშირად აი დაუკრე ბოლო წამებში იმოსებიან, ბოლო წამებში იწვევენ ამ შესამოსელს, იმიტომ რომ
ეს მომენტი იმ დროსაც ჟავნობა მიდის, ახლა დღესაც ვაკვირდებოდი მაგას. სანამ ასამაღლებელი არ თქვი წირვისა, მანამდე ყველა მიშვებული იყო. ანუ ეს თომ ამ სახურების ნაწილი არ იყოს. და მეც ესეთი მდგომარეობა მაქვს და მეც ესე ვარ. მე მათ კი არ ან მეც კი არ განვიკითხავ. მეც ეს მდგომარეობა მაქვს ხოლმე და მეც ხშირად ეს ყველაფერი ადამიანფიქსირებია ხოლმე და მეც ეს არ მიქცევა ამას ყურადღება. ამიტომ უდეს მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანი როცა ღვთისმსახურებაზე მოდიხარ, ეს ყველაფერი არის ერთი ნაწილი, ეს წუხტის კარი, ჟამნობა, წირვა, ეს ყველაფერი ერთია. და შენ ამ ყველაფერში უნდა იყო თავიდან ბოლომდე ჩართული. რომ ამ ყველაფერით ადამიანი იზრდება, ამ ყველაფერით ადამიანი წინ მიდის. სხვანაირად ადამიანს დაწინაურება ღვთისინაში არაფრით არ მოხდება. თუ შენ ამ ყველაფერს არ გაიაზრებ, თუ შენ ამ ყველაფერს არ ჩაუღმავდები. ესე მარტივი არ არის, უბრალოდ ესე აზარში დაადიხარ და უბრალოდ მარტო მსახურებას ესწრები, არა? შენ ეს ყველაფერი უნდა კონდეს გაშინა არსებული. მაშინ დაგიდგება ამ წირვიდან შედეგი. მაშინ მოვა საოცარი მადლი ღვთისა. თორემ თუ უბრალოდ ისე მოდიხარ მექანიკურად ამ წირვალცვას და ესე ვარ და ესწრები ამ წირვას ერთხელ მოხვედი, ორჯერ, სამჯერ მექანიკურად, აქედან შედეგი არ გექნება. მაგრამ თუ შენ ამ მსახურებაზე გააზრებულად მოდიხარ და ყველა სიტყვის, აი ერთი სიტყვა არ გინდა ხელიდან გაუშვა, იმიტომ რომ იცი რომ თითოეული სიტყვა არის შენი სულის მკურნალი. შენ სულს ეს სიტყვები ძალიან ეწევა, შენ ცხოვრებას ეს სიტყვები ძალიან შეცვლის. როცა შენ ამის გააზრებას იწყებ, შენ მე სხვა სიმაღლეზე აკავს საკუთარი სული და სხვანაირად უახლოვდება მე ღმერთს და შენთვის უკვე ეს წმენა ხდება ცოცხალი. ანუ ეს მოჩვენებითი სარწმუნება კი არა გაქვს. შენში ეს ყველაფერი იწყებს გაცოცხლებას. ანუ ის სიტყვები, რომელიც ტაძარში ისმის ღვთისმსახურების დროს, შენში ეს ყველაფერი იწყებს დამკვიდრებას. და როცა ეს შენ გულში დამკვიდრდება ეს ყველაფერი, მე ამ ყველაფერს ნაყოფი გამოაქვს. ანუ ეს ყველაფერი შენში ცოცხლდება, ეს სიტყვები, რომელიც ტაძარში იკითხება. და ცოცხალი რწმენა გაქვს უკვე შენ. არა გაქვს ეჭვი სარწმუნოებაში, ბოლომდე ენდობი ღმერთს, სადღაც ეჭვის დონეზე არა გაქვს არაფერი, არა. რეალურად იცი ეს ყველაფერი, ცოცხლად გჯერა ამ ყველაფერს. ესე კი არა გაქვს, აი მოიგონა ვიღაცამ და გაიაწყო, არა. შენ ამის ცოცხალი რწმენა გაქვს, ცოცხალი დამოკიდებულება გაქვს სარწმუნოებასთან და საოცარ სულიერ სიმაღლებს აღწევ ადამიანი, როცა ამ სიღრმეებში შედიხარ. ესე გამარტივებულად, როცა გამარტივებული გაქვს ეს რწმენა, შედეგი არ გიდგება არანაირად. არ დგება შედეგი, ესე უბრალოდ მოვალეობისთვის ვატარებ, აი მოდიხარ და უბრალოდ კანონს კითხულობ კანონისთვის, წირვაზე მოდიხარ, რომ წირვაზე უნდა იყო მარტო მაგისთვის, ლოცვაზე უნდა იყო და სხვა არაფერი, იმიტომ რომ გეშინა რომ დაისაჯო. და ამიტომ ასწრებ ამ წესებს. მარხულობ, იმიტომ რომ სხვანაირად ახლა მარხვის დარღვა როგორ შეიძლება დავიჯები, ცნებებს არ არღვევ, იმიტომ რომ მე დავიჯები რაღაც, სულ ეს მიდგომა გაქვს. და იმიტომ კი არ მარხულობ, რომ შენ მარხვა რო გიყვარს და მარხვაზე ხარ შეყვარებული და შენ სხვანაირად უკვე აღარ შეგიძლია. უკვე ფიზიკურად შენ მარხვის გარეშე ფიზიკურად ცხოვრება აღარ შეგიძლია. ეს შენი ცხოვრების ნაწილია უკვე ეს მარხვა. შენ იმიტომ კი არ ამბობ ცოდვებზე უარსო, უბრალოდ ღვთისგან დაჟიც გეშინია. შენ უბრალოდ შენი სხეული და შენი გონება ამ ცოდვას უკვე აღარ იკარებს. აღარ შეგიძლია ამ ცოდვაში ყოფნა, იმიტომ რომ შენ ეს ცოდვა გულს და სულს გინგრევს. როგორც კი გეხება ეს ცოდვა, შინაგანად ყველაფერი გენგრევა, გამწარებული გაქვს სული და არ გინდა რომ სული გაგიმწარდეს და ამ ცოდვას თელი არსებით გავორბიხარ, იმიტომ რომ ეს ცოდვა შენთვის სიკვდილია. აღარ გინდა ეს ცოდვა გეზიზღება, ეს ცოდვა ვეღარ იტან ამ ცოდვას, იმიტომ რომ იცი რომ ეს ცოდვა შენ ძალიან გაშორებს ღმერთს, შორს მიყარო ღვთისაგან და ამიტომ შენ მასთან გაკარება არ გინდა. და როგორც კი გეხება ეს ცოდვა და როგორც კი მოდის შენთან ეს ცოდვა, ინტუიციო გარბიხარ, მოძღვართან მამო, ისევ შევწოდე მამო, გეხვეწევი, დამეხმარე მამო, მინდა აქედან გამოვიდე, მინდა რომ გასუფთავდე, მინდა ეს ყველაფერი მოვიშორეს ჩემგან და არ მინდა ეს ყველაფერი იყოს ჩემს სულში და ჩემს სხეულში ეს ყველაფერი.